მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით სპორტ კომპლექს არენაში, სადაც საკმაოდ საინტერესო საღამო იგეგმება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი ცნობადი სახე და შოუ ბიზნესის წარმომადგენელი მოიყრის თავს დღეს ამ დარბაზში და წავიდეთ ვნახოთ თუ რა ხდება. ვარჯიშობ სპორტ კომპლექს არენაში. დღეს ალბათ ძალიან ბევრი ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანი დაგვხვდება აქ. რატომ გამოიყურები ესე სექსუალურად და იდეალურ ფორმაში? ხოდი, იყო ჩვეულებრივი casual სპორტული და ეს მე მგონი ჩვეულებრივი casual სპორტულია, ჯინსი და მაისური. ვარჯიშობ სპორტ კომპლექსში. ხარზე ვარჯიში არენაში სიამოვნებით ვივლიდი სოფასთან მეგობრობდა დათოსთან როგორც იცით, მაგრამ ჩემგან შორს არის. მე დავდივარ გარეთ, მერე დავცურავ და რა ვიცი, ყველანაირ სიამოვნებას ვარჯიშისგან ვღებულობ. ახალი გადაცემა Fashion Live და რას უსურვებ ჩემს გადაცემას? ასეთი წამყვანი გყავთ, ასეთი მიმზიდველი ლამაზი, ვისურვებდი რომ ბევრი იყოს საქართველოში ასეთი მიმზიდველი ლამაზი გოგონა და წარმატებები და მაღალი რეიტინგები. დიდი მადლობა. როგორ მოგეწონა დღევანდელი საღამო? ძალიან კარგი საღამო იყო. მინდა მადლობა უთხრა ზიანად ორგანიზატორს და საერთოდ კარგი იქნება თუ ასეთ რაღაცა სხვადასხვა ვაკვირდები ხოლმე ესეთ რაღაცებს. ლამაზ საღამოებს რომ მინდა რაღაც გორში შეგვნა ერთი ლამაზი სტილი და გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს, რომ ანალოგიური დავაკოპიროთ მაინც და რაღაც შეგვნათ ანალოგიური სიტუაცია გორში. თავად თუ ვარჯიშობ სპორტ კომპლექს არენაში? არა, მაგრამ გამიშთა სურვილი რომ ვარჯიშობ. და გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. მე როგორ გიკითხოთ? მადლობა, კარგად. თუ ცხოვრობ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესი? კი, რა თქმა უნდა. 3 წელია უკვე ფაქტიურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ, სიგარეტსაც დავანებე თავი და რა ვიცი, ვცდილობ კვირაში 4 დღე მივიდე სავარჯიშო დარბაზში, ესე რომ ვთქვათ. თუ ვარჯიშობ სპორტ კომპლექს არენაში? არენაში რა თქმა უნდა ყოფილ ვარ და ძალიან მომწონს. უბრალოდ ტერიტორიულად შორს ვარ, მაგრამ სადღაც ერთ რამოდენიმე თვეში აქეთ ვიქნები და ყველა ვარიანტში არენაში მოვალ, იმიტომ რომ ძალიან კარგი პირობებია, ესე რომ ვთქვათ, ყველანაირად სპორტისთვის და ჯანმრთელობისთვის. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მისტერ თბილისი თუ ვარჯიშობ სპორტ კომპლექს არენაში? კი, ვარჯიშობ. სხვათა შორის მე აბონემენტი მქონდა დაახლოებით 3 თვიანი. ვარჯიშობდი ამ ხნის განმავლობაში, მერეც მოვედი არენაში და კარგი ხანი გავიდა, მას შემდეგ რაც არ მოვსულა და დიდი სურვილი მაქვს რომ მოვიდე. დღევანდელი დღეც ამას უკავშირდება ჩემი მოსვლაც აქ, რომ ისე მოვაკითხო არენას. კარგი საღამოა და წარმატებებს ვსურვებ. ესე იგი აქტიურად ეწევი სპორტულ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს? კი, საკმაოდ აქტიურად. ეხლა რაღაც გამონაკლისები იყო ეს პერიოდი, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ და აუცილებლად წარმატებებს ვისურვებ. მადლობა თქვენს. სავარჯიშოდ მოსული არ გეგონოთ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გაჩვენოთ თუ როგორი კომფორტული და საუკეთესო გარემოა სპორტ კომპლექს არენაში. ჩვენ გავესაუბრებით ინსტრუქტორს იას. ია, რამდენად ხშირია ხალხის აქტივობა?
გამარჯვებათ სპორტ კომპლექს არენას საკმაოდ ბევრი ხალხი სტუმრობს. იქიდან გამომდინარე, რომ არის თბილი და რაღაც მყუდრო გარემო. თან საკმაოდ კომფორტული გარემოა, როგორც ვხედავ. კი, შეძლების დაგვარად მაქსიმალურად ვუწყობთ ჩვენს ხელს. რა ასაკის ადამიანები დადიან უფრო სავარჯიშო? ყველა ასაკის ადამიანი დიდი, პატარა, თავისანი. როგორც ჩანს, საქართველოში ქართველი ხალხი უკვე ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ეს საკმაოდ კარგია, როგორც ხედავ. ადრე იყო, რომ თითქოს მოდა და იმიტომ ვარჯიშობდნენ და ახლა შემოვიდა ეს ტენდენცია, რომ ჯანმრთელობის მხრივ ივარჯიშონ. რას თავაზობთ მომხმარებელს? მომხმარებელს თავაზობ უფრო მეტად დაიტვირთონ ჯანსაღი ცხოვრებით და შემოგვიერთდნენ, რა თქმა უნდა, არენაზე. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. სპორტ კომპლექს არენაში მე იმდენი ნავარჯიშები ადამიანი ნახე და აი ერთ-ერთი სახეზეა მივიდეთ და ნახოთ თუ როგორი აქტიურია და როგორ ცხოვრობს. გამარჯობა. რამდენად აქტიურად ვარჯიშობ სპორტ კომპლექს არენაში? ძალიან მომწონს საქაურობა. საკმაოდ კარგი პოზიტივია, კარგი ხალხია, კარგი ტრენერები არიან და რასთავარია, კარგი აურა ამ დარბაზში. და საკმაოდ დატვირთული ვარჯიშები, ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს. რამდენ წლიანი ვარჯიშის შედეგია ეს თქვენი აღნაგობა და სხეული? ჩემი ასე ვთქვათ 3 თვის. მე მეგონა რომ წლებია უკვე აქ ვარჯიშობ. 3 თვეში ამოვედი ესეთ ფორმაში. მოვუწოდებ მოსახლეობას, გოგონებს, ვაჟებს მოვიდნენ და ივარჯიშონ სპორტ კომპლექს არენაში, იმიტომ რომ საკმაოდ სწრაფად მიაღწევენ ისეთ შედეგს, როგორიც აქვს ბატონ გიორგის. და საღამოც დასრულდა, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოდ გავატარეთ. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.